ამ შემთხვევაში ეს არის რა თქმა უნდა პროტოკოლური ამბავი, როდესაც დაბუდებულის დღესთან დაკავშირებით მოხდა მილოცვა, არ ვიცი ხა ხელის ჩამოთვლები და პროტოკოლური მილოცვები ასეთი მნიშვნელოვანი რო არის რეჟიმისთვის და მისი პროპაგანდისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმე დღეში არიან ივანიშვილის ბანდის წევრები, რაც შეეხება რეალურ პოლიტიკას, სტრატეგიული პარტნიორობა სანამ არ აღდგება, სანამ ამერიკის ადმინისტრაციისა და მათ შორის მეგობარი აქტის ინიციატორების მიერ დაანონსებულ ქმედებებს არ გადადგამენ და ასე ვთქვათ, ამ ქმედებებს არ განახორციელებს ივანიშვილის ბანდა, მანამდე რეალური გაუმჯობესება და რეალური ცვლილება უთეკუებში არ იქნება, ვერ იქნება, ამას მოწმობდა მათ შორის ყობახიძის კურსნერი გაწმენდებით. თუმცა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ჩემი ადმინისტრაციებსაც არის განაპირობების ურთიერთობებიო საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური თვალსაზრისით, აი, რა შედეგი შეიძლება მოხდეს ამ? შედეგი იქნება ერთადერთი ყოველთვის, როდესაც მეგობარი აქტის დაინიციება ხდებოდა, მათ შორის როდესაც ამერიკის საელჩოსთან იყო შეხვედრები, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებდა განცხადებებს, საუბარი იყო კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც არის ორპარტიული კონსენსუსით დაფუძნებული, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკა ამერიკის, თუ ამას გააკეთებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ამ შემთხვევაში რეალური სრულიად რეალური გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს ურთიერთობებში, მაგრამ სანამდე Deep State და გლობალურ ომის პარტიას უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით დასავლურ სამყაროს, სანამ მიმდინარეობს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფა და განადგურება ქვეყანაში, მანამდე რეალურ ცვლილებებზე საუბარი ვერ იქნება. არ ვიცი, პროტოკოლური მილოცვები თუ ესეთი მნიშვნელოვანი იქნება ვინმესთვის, ეს რა თქმა უნდა არის ყალბი სიხარული რეჟიმის რიგებში, თუმცა კარგად იციან, რომ არაფერი სერიოზული, როგორც მაკრონის ხელის ჩამოთვლების იქით არაფერი არ იყო, ისე არ არის არაფერი პროტოკოლური მილოცვის იქით. და მარტო გუნდში აფასებენ, რომ რადგან საუბრობთ, რომ ტრამპთან თავხოდრა გქონდა ბევრ საკითხებთან, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეალურად სხვანაირად ფიქრობს და ვიდრე ჩანსა და სხვა. ძალიან მარტო მაგალითს მოვიყვანო, მაკრონის ხელის ჩამოთვლა, როგორც გააბუქა რეჟიმმა და მის პროგრამამ გავიგეთ, მე რომ ნახეთ მაკრონის შესაბამისი განცხადება 22 მაისს მათ შორის, ასევე იქნება ტრამპის შემთხვევაშიც პროტოკოლურ განცხადებებს მოყვება მეგობარი აქტით გათვალისწინებული პოლიტიკის გაგრძელება, მათ შორის სანქციების პოლიტიკის გაგრძელება და სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის ქმედებებს გადადგამს, ამიტომაც როგორც იმ შემთხვევაში მოუწიათ, ასე ვთქვათ, თავის პროპაგანდის უკანწარება და შესვლა, ესე მოუწევთ ამ შემთხვევაში. შეხზე უნდა გითხრათ რა, გერმანიის ელჩი მაშინ როდესაც სიტყავს პოლიციელზე პოლიციელისთვის ხელის დამყარების არ დასჯას, პარალელურად ითხოვს, რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელიც მას აგინებს. ეს ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი? ხო, დასჯას ხო გააჩნია 7 წელს როცა უშვებენ ციხეში. ეს არის რაღაც უნიკალური ფაქტი, მე ვერ ვიხსენებ ასეთ ფაქტს საქართველოს ისტორიაში, ამიტომ ახლა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ეს და ეს იყო მართლა გასაოცარი, რომ ადამიანი ქალბატონი იმის გამო, რომ რაღაც დაპირისპირების დროს აი სილის გათმის გამო 7 წლის ციხისთვის გაიმეტეს, რაც არ კიდევ თქო უპრეცედენტო და თვითონ ასომუზრობის მართლობის დროსაც ყველაზე დისკრედიტირებული და რეჟიმის პროპაგანდის მიერ ყველაზე მეტად დისკრედიტირებული ხალხი ვინც იყო, მათ შემთხვევით გავცი რაღაცები და გვახსოვს, რომ ეს ქალბატონები საერთოდ არ ყოფილან დაპატიმრებულები სისხლისამართლის წესით, ხო? ამიტომაც არის გასაგური ყველასთვის საქართველოში იყო გასაგური, თორე ხა დიდ არც ყოფილა გასაგური ის რეპრესიული ზომა, რაც ამ ქალბატონის მიმართ მიიღეს. ახლა რაც შეეხება ზოგადად დასჯას, როდესაც საქართველოში ელჩს ამას უკეთებენ, ეს არის აუცილებლად ქართულ ჯერ მარტო სამართალს რო დავიდავანებოთ, ქართულობის, ავტომობილების ტრადიციის დარღვევა და მძიმე შეურაცხყოფა ყველა ქართველისთვის. მაგრამ არის სამართლიანობა, ხო? ორივე დანაშაულია, ისის დანაშაულია, ისის დანაშაულია, მაგრამ არის ერთი სამართლიანობა არის იქ, რომ ქალბატონი რომ სილას გაგაცდის, რაღაც დაპირისპირების რომ 7 წლის ციხეში გაგზავნას სამართლიანობას ვერ ხედავენ ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში და ეს რაღაც არაბუნებრივი არ გახავთ კიდევ თქო მეორე, რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც შეუძლია თურმე რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს და შეარწმუნოს მათ შორის საქართველოს ღირსება, იმიტომ რომ საქართველოს ღირსების შეცვლენაა, ხო, როდესაც ელჩს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და საერთოდ დაუშველი დარჩეს ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, რაც კიდევ უფრო შელახავს საქართველოს რეპუტაციას, ხო? და ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება მომავალისთვის. ასე რომ ეს არის სწორედ სამართლიანი ახალი პროცესების. ის რაც თავისუფლება დანაშაულია გერმანიისთვის, რატომ საღდება საქართველოსთვის თავისუფლებად მაშინ რა, იმიტომ რომ ფაქტია რომ დანაშაულია. რა თავისუფლება არის? ანუ ის რაც დანაშაული ხო ჩაიდინა მზია ამაღლობმა, თუმცა ასევე დანაშაული ჩაიდინა იმ ადამიანმა, ვინც ნემსის ქურდი და კლევს ქურდი ერთი ეს ამბობს. ხო, რატო საღდება? იქ თავისუფლება, არა, თავისუფლება არ საღდება, ეს ახლა თქვენ ინტერპრეტირებაა, ხო? გასაგები არის, რომ ყოველთვის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ არსებობდა ძალიან მძიმე დაძაბული მდგომარეობა, რა დროსაც მათ შორის ივანიშვილის ზონდერ ჯგუფები ყედებდნენ ბრუტალურ ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ და ერთ-ერთი ასეთი
აქციის დროს უბრალოდ ხალხმა ვერ მოიწვია სილად გააცხადა პოლიციელს, რაც შეიძლება გავხდარიყო თქვა ადმინისტრაციული სხვა ტიპის დასჯის საბაბი იყო, ან თუნდაც გერმანიის ელჩისთვის, მაგრამ როცა 7 წელი და 5 წელი პატიმრობა ემუქრება ადამიანს, ეს კიდევ ერთხელ მომერვა. ანუ საქართველოში შაატარეთ გამოგითხვა და კითხეთ ადამიანს, რამდენად სამართლიანია და ვიზეც ამოუნე რომ ყველაზე ბრუტალური და ყველაზე მოძალადე პოლიციელები იყო, კიდევ ერთხელ მომერვა. გადახედეთ ვიდეო კადრები გასულ დაწულ მოძრაობის დროს ყველაზე ბრუტალური პოლიციელების ხუთობილი მაწინააღმდეგო აკეთებენ იგივეს არანაირი საჭიელი არ იყო ხოლმე ამ ადამიანებს წინააღმდეგ აქაც ჩანს ხო რეჟიმის პროპაგანდა სიამოვნებაში ვინ არის ბრუტალური და სიამოვნებაში ვინ არის მოძალადე რეჟიმი აქაც ჩანს რაც შეეხება ის რომ ადამიანი ახლა შეუწყო მიაყენეს და ელჩის შეუწყო უნდა იჯებოდეს ეხლა ამაზე ეს უსამართლობა ამ ქვეყანაში არ უზეგ რაღაცა ვსაუბრობთ ამ საკითხებში და ეს არის სწორედ ის რომ სადაც რაღაც საუბრობთ ხოლმე გერმანიის საჩიდან შემოვიდა უნოტაო რომ ბათუმში რო შეწყვეტაო ელჩიო მოგდაო რომ მივიდაო ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულიო და სხვა შემთხვევაში როდესაც საქართველოს პარლამენტარებში შეუწყობენო საერთო პროტესტის არ აქვს და პირიქით არც მოგვენო და არ საუბრობენ რომ ეს დანაშაულიო და არის თუ არა ეს იმ ბანდის წარმომადგენლებიდან რომელიც აორგანიზებს თავდასხმებს სადარბაზოებთან პოლიტიკოსები რამ ძიმედი ნაცემები ჩვენ გვახსოვს საუბარი იმაზე რომ თითქოს და ვიღაცა რომელიმე პოლიტიკოსი არის ძალადობის მსხვერპლი და ამ ძალადობის მსხვერპლები თუნდაც ისე კიდევ ივანიშვილის ბანისერები არიან ორმაგი სტანდარტობის ალბათ რა ვიცი ანთოლოგია რო გამოიცეს იქ შევა მისი განცხადებები ორმაგ სტანდარტობაში ხო როდესაც ადამიანებს ვიდეო კადრები და ფოტო კადრებიც გინახავთ ხო ადამიანებს ასუშებოდნენ სადარბაზოებთან ოჯახის წევრების თვალწინ და არ გამოძიებულა არც ერთი დანაშაული არ დაჟილა არც ერთი პირი და მე ეს კაცი საუბრობს რომ თითქოს და მისი ბანდის წევრები პოლიტიკოსები არიან დაჩაგულებულები რა და ის რომ არა ანას იგივეს პასუხობს ერთი წუთი მაშინ ძალიან დიდი ხანი არ დაუსვა შეგვიძლია მე აი იგივე თუ თქვენ ნახეთ ის ვიდეო რაც გავხსნათ და ეჭთან მიმართებაში არის თუ არა ეს სისხლის სამართლის დანაშაული თქვენ რას ფიქრობთ და იგივე შემთხვევები მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის თუ არა იგივე შემთხვევები სისხლის სამართლის ჩვენ არ ვიცი ადამიანები თუ ერაცნობიერებენ საქართველოში ელჩებთან დამოკიდებულების განსხვავებას ძალიან ცდებიან იმიტომ რომ არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა როდესაც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს თუნდაც შეუძლიათ ადამიანებს ესე აგინონ ასე მიაყენონ შეურაცხყოფა ეს იქნება ძალიან მძიმე პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის ამიტომაც რა თქმა უნდა შესაბამისი ტიპის გამოძიებაც და შესაბამისი ტიპის დასჯაც უნდა მოხდეს იმიტომ რომ ეს თუ არ მოხდება მე მით უმეტეს ძალიან მძიმე იქნება ქართული დემოკრატიის და ქართული სამართლის საქმე კი ბატონო ჩაახტო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოკლედ სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან ჩაწერდეს თუმცა თქვენ ნაციონალური მოძრაობა ამას არ ეთანხმებით თუ მის პლატფორმაში არ იქნებით მაშინ რა არის თქვენი გეგმა რა უნდა მოხდეს არა ნუ რაღაც ერთადერთი ოპოზიციური საქმიანობის სივრცე არ არის სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ჩვენ ძალიან ბევრი პრინციპული სხვაობა ჰქონდა ამ პლატფორმასთან ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა რომ არ ვართ ინტეგრირებული ამ პლატფორმაზე რაც შეეხება არჩევნებს და თუ თვითმმართველობის არჩევნები იმიტომ არ უნდა ჩატარდეს რომ ანუ უსამართლო თამაშის წესებით იგივე სუსით და იგივე სპეცოპერაციით არ უნდა შევყვეთ ივანიშვილის თამაში მაშინ აუწევთ პარლამენტის არჩევნებმა რა გადააშავა ხო ამ შემთხვევაში ანუ რეალურად საქმე გვაქვს რასთან თუ სისტემური ცვლილება არ მოხდა საქართველოში არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული იგივე freedom house-ის ანგარიში კაფეები ყო ნათქვამი რომ საარჩევნო დემოკრატია საქართველოს აღარ არის ამიტომ თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა და ეხა იგივე ტიპის და იგივე ფორმატის არჩევნები უნდა ვიხილოთ და არც ადგილობრივს არ აქვს არც საპარლამენტოს არ აქვს არც რა ვიცი საპრეზიდენტო რო ჩაატარონ და არც ნებისმიერ ტიპის სხვა არჩევნები ამიტომაც თავარი არის ის რომ მოხდეს სისტემური ცვლილებები რის შემდგომაც აზრი ექნება საარჩევნო პროცესს საქართველოში კი ბატონო საერთოდ გეგმა რა გეგმა როგორ უნდა იყოს რა ვიცი როდესაც ქვეყანაში არის დიქტატურა და რეჟიმი ამ დროს გეგმა არსებობს ერთი უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობა არ უნდა ითანაშაულო რეჟიმთან იყო მათ შორის ქუჩაში საპროტესტო გამოსვლებს უნდა იღებდნენ მონაწილეობას და მათ შორის საერთაშორისო წლეხის გაზრდაზეც უნდა მუშაობდეს ეს არის ერთადერთი გეგმა რაც შეიძლება არსებობდეს ლელოდა გახარია ლელოდა სამეზრობში უკუში ერთობაზეც ისაუბრეთ ან დაუბრუნდებით თუ არა წინააღმდეგობაში პლატფორმას ამაში თქოში ჩვენ არაერთხელ აუცადებია რომ სრული ერთობის მომხრე ვიყავით მაგრამ ამ ერთობას შემოგდებული თემა უწოდეს მე იყო ძალიან ბევრი განსხვავებელი თვისება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დღესასწრიგის ასე ვთქვათ არ შემადგენლად განხილვა იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ცხადია რომ ყველა პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს დღესასწრიგის შემადგენელი ნაწილი ამ პლატფორმის ფორმატში ეს ასე არ იყო ამიტომაც რა თქმა უნდა კიდევ ბევრი სხვა მიზეზი გვაქვს რის გამოც არ ვართ ინტეგრირებული წევრები ამ პლატფორმის ეს იმას არ გამოსხობს რომ ამ ხალხთან რაღაც კოორდინაცია არ გვექნება ლელოდა გახარიას გაცხადებულ პოზიციაზე უნდა კითხოთ რომ თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას თქვენი შეფასება რა არის ამასთან
ხო, ლელოსი არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონი ეს გასაგებად არ საბაგუაძე თქვა კი, ვისვინე, მაგრამ ნუ გუშინ სადაც ვიყავით ეთერში. მაგრამ ნუ გახარებულ ვიტყვი, იმიტომ რომ ლელოსი ჩემი ესეც სასახად არ იყო ჩემთვის და თუმცა ისეთ ადამიანებზეც ვიტყვი ამიტომაც რომ შუალედურს ვიჭერი მომაძეს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ როცა ვსაუბრობ ჩვენ ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც აღიარებდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, რომელიც ამბობდა რომ ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს ქვეყანაში და ამ დროს პარალელურად იზრდებს მონაწილეობას ნებისმიერ საარჩევნო პროცესში, ეს არის უბრალოდ არაადეკვატური, არათანმიმდევრული, უპრინციპო ნაბიჯი მათი მხრიდან, იმიტომ რომ ახლა არაფერი არ შესულა ქვეყანაში და მაშინ ახლა პარლამენტში რატო არ შევიდა ეს ხალხი, ან მაშინ რატო ჩაერთო იმ პროტესტში, რომელიც იყო საქართველოში, გაუგებარია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო, ეს პროცესი და მსგავსი ტიპის პროცესები აჩვენებენ თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია ქვეყანაში და ვინ არის სისტემური ოპოზიცია. ამიტომ მათთვის იქნება ცუდი თუ სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ. და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ვისურვებდი რომ უფრო მალე, უფრო ოპერატიულად დააფიქსო პოზიცია, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მოცემულობაა, ვიცით ყველამ რა ხდება საქართველოში პოლიტიკურად და თუ რაიმე ინსაიდერული ინფორმაცია აქვს და იციან რომ რაღაცა ხვალ და ზეგ შეიცვლება, მაგრამ ესეც ვითხრან და თუ არა და ძალიან მარტივი არის ამ პირობებში პოზიციის დაფიქსირება. ასე უნდა გითხოთ, 1 ივნისიდან ძალაში შედის ფარას ამერიკული კანონი, დაემორჩილებით თუ არა ამ კანონს, რადგან ფიზიკურ თუ დაფინანსებას მიიღებთ ფიზიკურ პირებსაც ეხება და მოგიწევთ ამის შევსება და მიიღებთ თუ არა სწორედ დაემორჩილებით თუ არა ამ კანონს. რა კანონს? ფარას ანალოგს. ნუ რა თქმა უნდა გასაგებია რომ ივანიშვილი იღებს ძალიან ბევრ ისეთ კანონს, რომელთა შესრულებაც არის ამ შემთხვევაში პირდაპირ გამიზნული იმისთვის, რომ მოხდეს ოპოზიციური პარტიების არცთმობაზეების აღზავვა და განადგურება. კონკრეტულად რა თქმა უნდა კანონებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია ცნობილი გახლავთ, ყველა ამ რეპრესიულ კანონს ჩვენ არ ვემორჩილებით, რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ყველანაირი საკანონმდებლო მანიპულაციას მიმართავს ივანიშვილი იმისთვის, რომ ისედაც გადაკეტილი ფინანსური მდგომარეობის მქონე განსხვავებული, ასე ვთქვათ, აზრის მქონე ორგანიზაციები ბოლომდე მოაშთოს და მოგვიყვოს. დაგზელს დაუპირისპიროთ აი რა გამოსავალს სიკოვიც ან არ ვიცი ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში დისიდენტურ ფაზაშია გადასული პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ რომ ივანიშვილი ყველა საკანონმდებლო ინიციატივით ცდილობს, რომ აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმური და ლეგალური გზა და ყველანაირი გზა გადაკეტოს ფინანსური, ასე ვთქვათ, მათ შორის ფინანსურად უზრუნველყოფის სხვადასხვა ორგანიზაციების. ერთადერთი გზა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის კუჩის პროტესტი და გასაგებია რომ ძალიან მძიმეა ეს ბრძოლა ყველა ორგანიზაციისთვის, თუმცა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს იმის გამო, რომ ივანიშვილი დისიდენტურ ფაზაში ივანიშვილის დისიდენტურ ფაზაში გადაყავს ეს პოლიტიკური პროცესი, არნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეეშინდება ამ უკან დაიხევს ამ ბრძოლაში. და ზოგადად ეს კანონი კანონში პრობლემა თუ ხელისუფლება როგორად გამოიყენება? ისეთ რა მე ამ დეტალური ანალიზი ჩასვლას უკვე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ გასაგებია რომ კანონი სულ კარგი იყოს, მაინც ივანიშვილი გამოიყენებს იმისთვის, რომ დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში, ხო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ნება, რაც თავარია ხომ ამ დროს ჩანს ძალიან მკაფიოდ, რომ ივანიშვილს და მის რეჟიმს სურს, რომ არ არსებობდეს რეალურად დამოუკიდებელი არასათო ორგანიზაციები და რეალურად დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. აი ამ მიზანს ემსახურება ყველა საკანონმდებლო ინიციატივა. გელაგელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ვიცი. ეს პოზიციაზე. ზოგადად გომელაურის გადადგომა რომ შევაფასოთ და აი საცვლილებები რა შეიძლება გომელაურის საქმეობა შევაფასოთ. ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში დარბევების, არადევნო მოპყრობის და წამების ასე ვთქვათ ეპოპეა, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეებეთოს ყვირების მანძილზე უსურდებოდნენ ესე მძიმე ჩვენს თანამოქალაქეებს, ამიტომაც ბატონ გომელაურის ასე ვთქვათ ბექგრაუნდში სულ იქნება ეს ძალიან მძიმე დანაშაული, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს თუ წმენდებს ოლიგარქის კარზე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ იქნება ამსრულებელი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არავისთვის არ ექნება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩანს და ცხადია, რომ ივანიშვილს საკადრო მხრივ უჭირს და მიმდინარეობს კლანური ქიშპობა და ბრძოლა ოლიგარქის კარზე. ხო, კობახიძე აღნიშნა მის საქმიანობიდან, რომ ეს გადატრიალებებთან ბრძოლაო და რაღაც ქვეყანაში აღკვეთაო, ის შტურმი. იბადო გომელაურს უკავშირდება არა შტურმის რაღაც აღკვეთა, არამედ უდანაშაულო მშვიდობიანი სტუდენტების წამება, არადევნო მოპყრობა და თვეების მანძილზე, მათ შორის სხვადასხვა ასე ვთქვათ დანაშაულებისთვის ხელის დაფარება კი არა, ორგანიზებაში ჩართვა პირდაპირ ვამბობთ, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ პოლიტიკოსებს ხვდებოდნენ სადარბაზოებთან და სახლებთან და
ქუჩაში და უსწორდებოდნენ ფიზიკურად, შეუძლებელი იყო შშს მინისტრის ნებართვის და მისი უშუალო ჩართულობის გარეშე მომხდარება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ეს ბატონი დაინიშნა ეხლა, ხომ არ აქვს აი ინფორმაცია? ხო, არა, ინფორმაციას იცი რა, კიდევ ერთხელ ხომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ივანიშვილის ბრძანებების სამსრულებელი ვინ იქნება, ну არა სახელი და გვარი რა ეწერება და ვინ იქნება მისი ბრძანებების სამსრულებელი აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს შსს მინისტრი, რომელსაც რა თქმა უნდა იქნება სადამშობლო რეპრესიული ზომების მიღების ინსტრუქციები მიცემული.